მოგესალმებით, ეს ბათუმელების ლაივია. მე ჟურნალისტი ჯაბა ნენიძე ვარ ბათუმში. 1000 მშობლის მარში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ვარდების სკვერში შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ქალთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში და ძალადობას ქალებზე. დღეს 8 მარტს დაანონსდა ეს მსვლელობა საქართველოს 10 ქალაქში და მათ შორის ბათუმში. თუმცა ტრანსპარენტით შეიკრიბნენ აქციის მონაწილეები, თანხმობის არარსებობა, გაუპატიურება, შეცვალე კანონი 1000 მშობლის მარში ჰეშტეგი გაზარდეთ ფსიქოლოგების და სოციმუშაკების რაოდენობა გამოიძიეთ პროკურორის გულგრილობა მომისმინე აქ ტრანსპარენტებზე წერია ის მოთხოვნები რაც არის ამ მარშის მოთხოვნები და ცნობილი იყო 1000 მშობლის მარშის მოთხოვნები რამდენიმე დღის წინ როცა ჯერ კიდევ 14 წლის მოზარდმა ქობულეთში ნინი ცეცხლაძემ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე, სავარაუდოდ იყო თვითმკვლელობა. გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმეზე და დაკავებულია ასევე ორი ადამიანი ოჯახში ძალადობის, ასევე მუქარის და სექსუალური ძალადობის ბრალდებით. თუმცა ადამიანები, რომლებიც აქ შეიკრიბნენ, ან აქ არ არიან, ფიქრობენ და თვლიან, რომ რეალურად არ მიმდინარეობდა სათანადო გამოძიება, არ არის სათანადო მგზნობელობა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. როცა ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს ეხება საქმე. სულ რამდენიმე მოთხოვნა აქვს ამ საპროტესტო მარშის მონაწილეებს, მათ შორის მე ჩამოვთვლი, რომელია მთავარი მოთხოვნები, ისინი ითხოვენ არსებითად შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსი და გაუპატიურების მუხლი, აი რაც ამ გოგონას წერია წინ და გამოტანილი აქვს ტრანსპარენტი, ან თანხმობის არარსებობა გახდეს ამოსავალი სისხლის სამართლის კოდექსში. და დამძიმდეს დანაშაული, როცა ამ ტიპის სექსუალური სახის დანაშაულებს ეხება საქმე. ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე პროკურატურაში შეიქმნას სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს მსგავსი ტიპის დანაშაულებს და იქნება სპეციალიზებული გამომძიებლები, ასევე პროკურორები, რომლებიც იმუშავებენ ამ მიმართულებით. ასევე მოთხოვნაა სქესობრივი განათლება გახდეს ფორმალური განათლების ნაწილი. რომ სკოლაში ისწავლებოდეს, ანუ სქესობრივი განათლება მიიღონ მოზარდებმა. ასევე მოთხოვნა ამ მარშის ის, რომ გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოციმუშაკების რაოდენობა. და მარშის მოთხოვნა ასევე, რომ პროკურორების და გამომძიებლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს სამსახურებრივი გულგრილობის გამო. საუბარია 14 წლის ნინი ცეცხლაძის შემთხვევაში, როცა მოზარდმა თავი მოიკლა და სუიციდის ფაქტის შემდეგ დააკავეს სავარაუდო მოძალადე, ანუ ბრალდებული. ასევე დააკავეს ნინის ბაბუა ოჯახში ძალადობის და მუქარის ბრალდებით. გამოდი შენი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო, ესეთია ლოზუნგები, რომლითაც იმართება საპროტესტო მსვლელობა 1000 მშობლის მარში. ეს საპროტესტო აქცია იმართება საქართველოს 10 ქალაქში. დაიგეგმა ჯერ კიდევ ადრეც, მათ შორის 26 თებერვალს უნდა გამართულიყო ეს მარში, მაგრამ მაშინ გადაიდო პოლიტიკური მოვლენების გამო, როგორც ცნობილია, ნიკანორ მელია დააკავეს 26 თებერვალს და შემდეგ უკვე 8 მარტს შეიკრიბნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ადამიანები იმის გამო, რომ ისინი ითხოვენ კონკრეტულად ეფექტურ გამოძიებას და ძალადობის შეწყვეტას ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში. მარიამ, ბათუმელების ლაივში ვარ. შეგვიძლია გითხრა მთავარი მოთხოვნები ამ მარშის, რის გამოც დღეს გამოხვედით თქვენ აქციაზე. თქვენ ხართ იდენტობის კოორდინატორი რეგიონში, ხო? დიახ. მარშის მთავარი მიზანი არის, რომ მიიქციოს გამოასწოროს ის სისტემური უსამართლობა, რომელიც სქესობრივი დანაშაულების მსხვერპლს არ იცავს და პირიქით ყველანაირ პირობას ქმნის იმისთვის, რომ ასეთი ძიმე შემთხვევები მოხდეს. თუმცა მე უფრო ფართო მის რაღაცა პროტესტით ტკივილით ვარ, რომ ქობულეთში ამ ბავშვის ტრაგედია არ არის, რა ვიცი, ერთი შემთხვევა და რაღაცა არსაიდან მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხი. ეს არის მთელი სისტემის უბრალოდ ყველაზე მოწყვლად ადამიანზე თავს დატეხვის შემთხვევა და ამით იმის თქმა მინდა, რომ ქალები იჩაგრებიან
არა მხოლოდ ასეთი ერთეულ შემთხვევებში, არამედ სისტემური სახე აქვს ამას, სტრუქტურული სახე აქვს და ეს უნდა დავინახოთ. ანუ და ეს ჩაგვრა ეფუძნება გენდერული როლების შენარჩუნებას, ოჯახის ინსტიტუტს, ეკონომიკურ ექსპლუატაციას, იმას, რომ ქალებს განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება და მუშაობა. აი ეს 8 მარტიც ამის დღეა და ამაზე უნდა ვლაპარაკობთ, არა რაღაცა ქალობაზე, როგორც ბუნებით მოვლენაზე, არამედ იმ რაღაცა სოციალურ ასპექტებზე, რომელიც ქალობას ახლავს და უნდა ვიღწვოდეთ იმისთვის, რომ ეს რაღაცა უთანასწორობები და ჩარჩოები გავარკვიოთ. ხო, რაც რეალურად არის პრობლემა ჩვენთან. მადლობა. მოდ გავისაუბროთ აქციის მონაწილეებს. თქვენ გაწერიათ 10 მშობლის მარში, ასევე გაზარდეთ ფსიქოლოგებისა და სოციმუშაკების რაოდენობა, ეს ტრანსპარენტი გიჭირავთ ხელში. რომ გითხრათ კონკრეტულად რა არის, რატომ ითხოვთ იგივე მაგალითად ფსიქოლოგების და სოციმუშაკების რაოდენობის გაზრდას? იმიტომ რომ ესეთი სიტუაციები აღარ მოხდეს და დაიცვან ბავშვები იმისთვის, რომ როგორც ნინი შეემთხვა, ესეთი რაღაცა აღარ განმეორდეს, ამას მივმართავთ ჩვენ სახელმწიფოს და მივმართავთ სოციმუშაკებს, რომ იმუშაონ ისე, რომ ბავშვები დაიცვან. ან თქვენ ფიქრობთ, რომ იმის გამო, რომ ფსიქოლოგების და სოციმუშაკების რაოდენობა არის მცირე და არასაკმარისი, ამან ხელი შეუწყო, თქვათ რას? ან ამის გამო ჩაიდინეს დანაშაული, ან ვერ მოხერხდა დროული რეაგირება თუ რა შეუშალა ხელი იმან, რომ რაოდენობა მცირეა? უკვე არ ვიცი, მაგრამ მივმართავთ მთავრობას, რომ მოახდინოს ესეთი რეაგირება, რომ ესეთი მეორეჯერ აღარ განმეორდეს. ნინის ტკივილი ჩვენი ტკივილიც არის. თქვენ წარმოადგენთ რომელიმე ორგანიზაციას? არა, მე უბრალოდ აქციის მონაწილე. მოქალაქე ხართ, რომელიც მოხდა თქვენ? მეც უბრალოდ მოქალაქე ვარ, რომელიც გამოხატავს პროტესტს. თქვენი მოთხოვნა რა არის? დღეს აქ რატომ მოხვედით? ჩემი მოთხოვნა არის, რომ როგორც ყველა არასრულწლოვანი და ასევე სრულწლოვანი დაცული იქნას კანონის მიერ და აღარ მოხდეს ძალადობის ფაქტები, როგორც შემთხვევა მკვლელის. რა შეუწყობს ამას ხელს, რომ იგივე ძალადობის შემთხვევები აღარ მოხდეს? ამას ხელს შეუწყობს განკაცრებული კანონები, მეტი ყურადღება და ვფიქრობ, საკმარისი იქნება თავიდან და შემდეგ უკვე აიწყება ყველაფერი, როდესაც დასჭადი იქნება კანონით ძალადობა და აღარ დაიმალება. მადლობა. აი უკანაც არის ტრანსპარენტით გოგო ნინის გამო გამოდი. თქვენ რას მოითხოვთ, რა უნდა გაკეთდეს ეს რეალურად, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეს გავსი შემთხვევები, როგორც იყო იგივე ნინის კეისი ქობულეთში, 14 წლის გოგო მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომელიც თავი მოიკლა და ამის შემდეგ დააკავეს სავარაუდო მოძალადე. თქვენ რას ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ გავსი შემთხვევები არ მოხდეს, ან შემცირდეს მათი რაოდენობა? სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა იზრუნოს ძალადობასთან და დაუპირისპირდეს და უნდა შექმნას ისეთი რესურსი, რომ იყოს დობა სახელმწიფოს და კანონის მიმართ, რომ ესეთი რაღაცები არ მოხდეს. ანუ სად იყო სუსტი სახელმწიფო, ან სად არის დღეს სუსტი რეალურად სახელმწიფო მსგავსი ტიპის დანაშაულების გამოძიების დროს? ალბათ მეტი დობის ფაქტორია უბრალოდ, რომ ჩვენ ხალებმა, თუნდაც ბავშვებმა გქონდათ ჩვენი სათქმელი. უნდა ვენდობოდეთ სახელმწიფოს, თუნდაც პოლიციას და თუნდაც კანონს, რომ გქონდათ ის, რაც რეალურად გვაძულხებს. რატომ აღარ ენდობთ თქვენ პირადად იგივე პროკურორს ან გამოძიებელს? იმიტომ რომ არ ხდება დროული რეაგირება და შედეგიც სახეზე გვაქვს. ანუ დროული რეაგირების ამბავია მთავარი მომენტი, თქვენ ფიქრობთ? ასე ვფიქრობ, რომ დროული რეაგირება ყველაფერს დროულად უშველის. კარგით, მადლობა. ერთი აქ არაფრის პირიქით. ათასი მშობლის მარში მომისმინე ეს საპროტესტო აქცია, მსვლელობა საპროტესტო იმართება ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს რამდენიმე ქალაქში. ეს მსვლელობა დაიგეგმა საქართველოში ნინის ტრაგედიული შემთხვევის შემდეგ.
შემთხვევა, რომელიც მოხდა ქობულეთში, როცა 14 მოზარდმა მოიკლა თავი და თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს სავარაუდო მოძალადე. საპროტესტო აქციის მონაწილეები თვლიან, რომ კონკრეტული მიმართულებებით სჭირდება სახელმწიფოს გაძლიერება, ეს შეეხება პირველ რიგში ამ პროკურორების და გაუმჯობლების პასუხისმგებლობის დასმას, ვინც იყო ჩართული იმის შემთხვევაში, ანუ მოზარდა სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, ვინც იძიებდა. ისინი ასევე ითხოვენ იმას, რომ გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციმუშაკების რაოდენობა. ასევე შეიქმნეს სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს მსგავსი ტიპის დანაშაულებებს, ანუ სექსუალური ხასიათის დანაშაულს არასრულ წონებთან მოზარდებთან მიმართებაში. და ასევე შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსი და გაუპატიურების მუხტში თანხმობის არარსებობა გახდება მთავარი მომენტი. აქ შეიკრიბნენ დღეს ბათუმელების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მე ვეცდები რამდენიმე მათგანს გავესაუბრო. მარიამ, მადონამ, გამარჯობა. ბათუმელების ლაივში ვართ. რო გითხრა 2-20 სიტყვით. თქვენ წარმოადგენთ სამართლიან არჩევნებს, ანუ მესამე სექტორს. თქვენი შეფასებით სად ჩანს სისუსტე მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს, ანუ ეს შეეხება რაღაც კომპეტენციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან, თუ ეს შეეხება ნებელობას და მგრძნობელობის საკითხს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან, როცა მოზარდებს და კონკრეტულად გოგონების მიმართ ჩადენილ ძალადობას ეხება საქმე. როცა არასრულწლოვნებს ეხება საქმე, აქცია სპეციფიური მიდგომები არის საჭირო. პირველ რიგში მე მნიშვნელოვანი პრობლემად მივიჩნევ განათლებას ამ მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ სპეციფიური განათლების მიმართულება უნდა შეიქმნას, რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფს მოზარდებში სექსუალური ცხოვრებასთან დაკავშირებით ინფორმაციების მიწოდებას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების კუთხით ძალოვან უწყებაში იყოს სპეციალური ორგანო, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით, კონკრეტულად არასრულწლოვანებთან მიმართულებით, იმიტომ რომ მაინც სპეციფიური მიდგომები სჭირდებათ არასრულწლოვნებს და ასევე სასურველი იქნება ბუნებრივია, რაც შეიძლება მეტი სოციალური მუშაკი, მეტი ფსიქოლოგი იყოს ჩართული ამ კუთხით და მათ მაქსიმალურად შეძრონ უზრუნველყოფა იმის, რომ გამოიკვეთოს ამ ტიპის ასე ვთქვათ არასრულწლოვნები, პრობლემები გამოკვეთონ და ვისაც შესაბამისი დახმარება სჭირდება ფსიქოლოგიური თუ სოციალური მხარდაჭერის კუთხით, მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნას მათი ჩართულობა. ანუ რაც შეიძლება მეტი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი უნდა იყოს ჩართული პროცესში, რომ იმუშაონ შესაბამისად. მადლობა, ეს იყო მადონა ბერიძე, სამართლიანი არჩევნების საჯარო გურიის კოორდინატორი. მე შეგეხსენებთ, ვინც ახლა შემოვართ ჩვენს ლაივს, რომ ბათუმში იმართება საპროტესტო აქცია, საპროტესტო მსვლელობა 1000 მშობლის მარში. აქ შეკრებილები მოითხოვენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სახელმწიფოს მხრიდან, რაც გააძლიერებს ადამიანის უფლებების და კონკრეტულად გოგონების მოზარდების დაცვას და შეამცირებს ქალთა ჩაგვრას ქვეყანაში. მოგესალმებით, ბათუმელების ლაივში რო გითხრათ, მოკლედ ამ აქციის შესახებ. დიდი მადლობა ბათუმელის მხარდაჭერისთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც დაიგეგმა ეს აქცია, ბათუმელები იყო ერთ-ერთი პირველი, რომელსაც სრულყოფილი მხარდაჭერა აღმოჩინა და მადლობა თქვენ, რომ ვიღვწით ერთად სისტემური ცვლილებებისთვის. პროტესტის 100 დღე დაიწყო დღეს და ჩვენ ვაძლევთ სახელმწიფოს ხელისუფლებას 100 დღეს ძირეული ცვლილებებისთვის მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმების წილში. დღეს მიუხედავად არაერთი რეფორმისა, რაც არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის წილში განახორციელა სახელმწიფომ, შეიძლება ითქვას, რომ მაინც ქვეყანა, მაინც ხელისუფლება თუ სხვადასხვა ესე ვთქვათ ინსტიტუტები თავიანთ თავს ძალიან ვიწრო პასუხისმგებელი პირის როლში ხედავს. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ და ვფიქრობთ, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა განსაკუთრებით ტრაგიკულმა შემთხვევებმა უნდა დაგვაფიქროს, უნდა დააფიქროს სახელმწიფო, რომ შეცვალოს ის მიდგომები, ის მექანიზმები, ის მოძველებული ესე ვთქვათ სისტემა, რაც არის ამ უწყებაში და სრულად გადაახალისოს შიდა კოორდინაცია და ამ კუთხით გაძლიერდეს. ჩვენ ვითხოვთ პირველ რიგში, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა გაუპატიურების მუხტის ნაწილში. ჩვენ ვითხოვთ. აი, რა უნდა შეიცვალოს იქ გაუპატიურების ნაწილში, რომ დავაზუსტოთ, იმიტომ რომ თქვენ იურისტი ხართ, მე როგორც ვიცი პროფესიითაც, ხო? აი, მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ ყველა გავიგეთ ფაქტი, როდესაც 50 წლის მამაკაცი
მუხლისმა ესე ვთქვათ სექსუალური კავშირი დაამყარა 12 წლის არასრულწლოვანი, ხო? ეს საქმე არა გაუპატიურების მუხლით აღიძრა, არამედ აღიძრა არასრულწლოვანთა სექსუალური კავშირის მუხლით, რაც თავისთავად თავდაპირველი მუხლი იყო ეს, ხო? სუბუქ სასჯელს მოიცავს და შესაბამისად შინაარსიც უფრო სუბუქია ვიდრე გაუპატიურების მუხლის ნაწილი. გაუპატიურებას იმიტომ ვერ ვხარდებს დღეს კანონმდებლობა და კანონმდებლები, რომ თქვათ მიიჩნევენ რომ არსებობდა ნება და არ არსებობდა წინასწარ რადგან ანუ ძალადობა არ იყო ისინი თვლიან, ხო ძალა არ დაუტანებიაო. ნიშნებოდა ძალადობის ნიშნები. სხეულზე ძალადობის ნიშნები არ უნდა იყოს აუცილებელი და გადამწყვეტი ამ საქმეში. პირიქით ფაქტია რომ 12 წლის 14-16 წლის ადამიანებთან როდესაც სრულწლოვანი ადამიანი ახდენს სექსუალურ კავშირს, ეს თავისთავად ნიშნავს ძალადობას, თავისთავად ნიშნავს მისი უმწვევ მდგომარეობის გამოყენებას და შესაბამისად საქმეებით სწორად უნდა დაკვალიფიცირდეს. ანუ დავაზუსტოთ, როცა ეხება საუბარი მოზარდთან სექსუალურ კავშირს, ეს იქნება 12 წლის თუ 16 წლის, იქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს ის ნებას გამოხატავს თუ არ გამოხატავს ნებას. ეს არის ბავშვთან დამყარებული სქესობრივი კავშირი და არის დანაშაული გაუპატიურება. გაგებით ეს არის გაუპატიურება და არა არასრულწლოვანთა სექსუალური კავშირის დამყარება, რაც უფრო სუბუქ სასჯელს მოიცავს ვიდრე გაუპატიურება. ან თქო კაცის სასჯელი იქნება და იქნება გაუპატიურება, ფიქრობთ რომ ეს შეცვლის მიდგომებს რეალურად საზოგადოებაში და შემცირდება ამ კუთხით დანაშაულის ჩადენა, ანუ თქვენი მოზიდია ასეა. რა დაწერა 14 წლის ნინიმ თავის დღეებში რომ მან ვერ დაამტკიცა თავისი სიმართლე, ეს კიდევ მიგვანიშნებს იმას, რამდენად დაუცველად გრძნობენ ამ ესე ვთქვათ სისტემაში, ამ ქვეყანაში გოგონები არასრულწლოვანები თავს ისინი ფიქრობენ რომ სწორად აფასებენ იმ სიტუაციას, დიახ, მათი სიმართლე ვერ დავიცავით და შესაბამისად როგორც არის ფაქტი, როგორც მოიხოს ხოლმე შესაბამისი ესე ვთქვათ საქმე ისე უნდა დაკვალიფიცირდეს, ამას ძალიან დიდი ხანი ვიყავით ჩვენ და სამწუხაროდ ბოლო პრაქტიკებმა დაჩვენა ამ ესე ვთქვათ მუხლის მანკიერი თვისებები. შემდეგ ეს არის განათლება, სამხატვრო განათლების ნაწილი უნდა გახდეს, რომ არასრულწლოვანმა ბავშვმა, გოგონა თუ კიდაც ბიჭმა დროულად შეამჩნიეს, როდის ხდება მასზე სექსუალური ძალადობა, როდის ხდება დისკრიმინაცია მასზე, რა უნდა მოიმოქმედოს, ვის უნდა მიმართოს, რა დამცავი მექანიზმები არსებობს საერთოდ სახელმწიფოში და რა თქმა უნდა ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობის გაზრდა. დღეს უკვე დადგა ეს კონკრეტული მოთხოვნები. რა გაკეთდება ახლა? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს ამ 100 დღეში, რას მოიცავს ეს კამპანია? რომ ჩვენ მივიდეთ მიზნამდე. კი ბატონო, დღეიდან დაიწყო ეს აქტუა. ჩვენ 100 დღეს ვაძლევთ ხელისუფლებას, 100 დღეს ვაძლევთ პარლამენტს, მთავრობას, რომ მოახდინოს ეს სისტემური რეფორმა, შეცვალოს კანონი, მოგვისმინოს და იმოქმედოს. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 100 დღის შემდეგ მინიმუმ ის მოთხოვნები, რაც დღეს გვაქვს, დაკმაყოფილებული იქნება, ან ყოველ შემთხვევაში პროცესი გვექნება ამის და ამას ჩვენ ახლად დავინახავთ ამ 100 დღის კამპანიის ფარგლებში. ეს იქნება იგივე პროტესტის აქციების თუ გვალი ფორმატების ჭრილში ამას გვიჩვენებს უკვე შემდგომი პროცესები და ჩვენ აუცილებლად გავხდით სახელმწიფოს პოლიტიკას უფრო მეტად მზრუნველს არასრულწლოვანთა უფლებების საქმეებში. ეს მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულება. მადლობა, ეს იყო თეონა დიასამიძე, ამ საპროტესტო მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი. შეგვიძლიათ გავესაუბროთ სხვებსაც, მაგალითად თიკო აბაშიძეს ხედავ. თიკო, ძალიან ერთი წუთით ბათუმელების ლაივში ვართ და თქვენ მუშაობთ პრინციპში მოზარდებთან, ხო? ხომართალია, ანუ ისე თქვენი ორგანიზაცია იალქანი განსაკუთრებით რთული კატეგორიის მოზარდებთან მე ვიტყოდი, ანუ ვინც გარეთაც ხშირად არის იგვე მუშაობს, ან ასევე ქუჩაში უწევს ცხოვრება და ღამის თევა, ანუ მათთან გიწევთ ხშირად კომუნიკაცია. ბოლო პერიოდში რამდენად შეიცვალა ეს მდგომარეობა თქვენი დაკვირვებით? რა პანდემიამ რა შეცვალა ამ ადამიანებისთვის? ძალიან გართულებულია მდგომარეობა. პანდემიის შემდეგ იმატა ბავშვზე ძალადობა, იმიტომ რომ ძირითადად ეს ბავშვები დარჩენ დახურულ სივრცეში იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც გაუგოდნენ ეს ბავშვები ქუჩაში. დღეს ეს ბავშვები თითქმის ყველანი აქ არიან წარმოდგენილი და მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ დაიცვას სახელმწიფო მისია. ამ ადამიანების დამოკიდებულება, იგივე მოზარდების დამოკიდებულება როგორია კანონთან შენ დაკვირვებით და რა შეიძლება შეიცვალოს ამ ნაწილში? ისინი ფიქრობენ, რომ კანონი
არ უსმენს, სახელმწიფო ზოგადად არ უსმენს მათ და კანონი ვერასოდეს ვერ შეძლებს მათ დაცვას და ვფიქრობ, რომ ნაბიჯ უნდა გადაიდგას ის, რომ ამ ბავშვების ნდობა მოიპოვოს სახელმწიფომ, ამისთვის ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მოხდეს და ასევე უნდა შეიცვალოს სოციალური მუშაკების დამოკიდებულება, სახელმწიფოს დამოკიდებულება და სტრუქტურაში თვითონ შინაგან საქმეთა. აი სოციმუშაკების დამოკიდებულებაო თქვენ აღნიშნეთ, რას გულისხმობთ? უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, თქვენ ხშირად გიწევთ კომუნიკაცია სოციმუშაკებთან და ფსიქოლოგებთან, ხო, ვინც სახელმწიფოს ყავს დაქირავებული, ანუ კონტრაქტით აყვანილი. გულგრილობა სოციალური მუშაკების მხრიდან, რაც ხშირ შემთხვევაში ფიქსირდება რთულ მოზარდებთან მუშაობის პერიოდში, რადგან მათ უჭირთ მათთან იმ რესურსებით მუშაობა, რაც რესურსი სოციალურ სამსახურს გააჩნია, მაგრამ სავალდებულოა თითოეული ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენა, თითოეული ბავშვის დასაცავად, მათ იმ მაქსიმალური რესურსებით ჩაერთონ და გააკეთონ. ეს გულგრილობა რას უკავშირდება თქვენი დაკვირვებით? იმას, რომ რეალურად გულგრილია სოციმუშაკი თუ იმას, რომ მას რეალურად ძალიან ბევრი საქმე აქვს და ვეღარ ასწრებს ამდენ? ძალიან ბევრი საქმე აქვს და არ არის საკმარისი რესურსი და არც ადამიანური რესურსი, არც ფინანსური, არც მატერიალური რესურსი, რომ ბოლომდე იყვნენ ჩართული და იმუშავენ ამ ბავშვების დასაცავად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებული რესურსი ბოლომდე არ დაიხარჯონ და არ იმუშაონ და არ დადონ შედეგები. სამწუხაროდ ის არგუმენტი, რომ მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს და კონკრეტულ შემთხვევაზე ვერ გავედი და დამაგვიან და ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და აქ მდგომი ბავშვებისთვის მიუღებელია. მადლობა, ეს იყო ტიკო აბაშიძე, ორგანიზაცია იალკნის ხელმძღვანელი. მე შეგახსენებთ, რომ ბათუმში იმართება საპროტესტო მსვლელობა 1000 მშობლის მარში. ასეთ ადამიანები კონკრეტული მოთხოვნებით არიან გამოსულები და ეს ერთად შეეხება მოზარდების და გოგონების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულების ძალადობის გამოძიებას, ეფექტურ გამოძიებაზეა საუბარი. ასევე შესაბამისი სერვისების არსებობა სახელმწიფოს მხრიდან, იგივე ფსიქოლოგები და სოციმუშაკები, რომელთა რაოდენობა ძალიან მცირეა, მაგალითად ქობულეთის შემთხვევაში, სადაც რამდენიმე დღის წინ მოხდა 14 წლის მინის შემთხვევა, როცა მოზარდო მოიკლა თავი სავარაუდოდ და დამნაშავე დააკავეს ამ სუიციდის ფაქტის შემდეგ, იქ მუშაობს მხოლოდ ერთი სოციმუშაკი, რომელსაც აქვს 80-ზე მეტი საქმე და არ არიან იქ სხვა უფლებადამცველები, მათ შორის იგივე იურისტიც არ მუშაობს ქობულეთის სერვის ცენტრში და ფსიქოლოგი საერთოდ არ არის ქობულეთში, საჭიროების შემთხვევაში შეუძლია სოციმუშაკმა ითხოვოს ფსიქოლოგის დახმარება ბათუმიდან, მაგრამ იგივე მინის შემთხვევაში ფსიქოლოგი ჩართული არ იყო. აქციის მონაწილეებს მიმართავენ ორგანიზატორები, მოვისმინოთ ეს მიმართვები. მე ამ თქვენ ვისარგებლებ შემთხვევით და მიუსამძიმრებ ნინის დედას. მიუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს არის ტრაგედია. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ჩვენსავით არ ფიქრობს. საქართველოში 13 წლის გოგოებს აუპატიურებენ და სახელმწიფო მათ არ იცავს. 2021 წელს 9 თებერვალს 14 წლის გოგონა ჩამომრჩეველი იპოვეს ქობულეთში. პოლიციამ გოგონას თვითმკვლელობამდე 2 თვით ადრე იცოდა მისი გაუპატიურების შესახებ და მოძალადეც კი არ გამოკითხა. 14 წლის გოგონა თვითმკვლელობამდე პოლიციის, პროკურატურის და სახელმწიფო სტრუქტურების გულგრილობა, უგულებელყოფა, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების არარსებობა მიიყვანა. მას მერე რაც გოგონას ბიძებმა მისი გაუპატიურების შესახებ შეიტყვეს, ბავშვს სასტიკად სცემეს. საზოგადოების დიდი ნაწილი ისევე მოძალადე ამართლებს და არასრულწლოვან გოგონას იკითხავს, რომელიც მარტო მოტყუებული აღმოჩნდა პედოფილის პირით. არც ერთ პარლამენტარს აღშფოთება არ გამოუცხა, არ გამოსულა არც ერთ პრემიერი და გენერალური პროკურორი და არ დაუპირებიან სისტემური ხარვეზების გასწორებას. პირიქით, შინაგან საქმეთა მინისტრი პრობლემას ვერ ხედავს პოლიციის მუშაობაში. სახელმწიფო ინსტიტუტების გულგრილობა გოგონათა და ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის მიმართ ახალისებს მოძალადეებს, მხოლოდ მსხვერპლში უიმედობასა და უცვლელობის შეგრძნებას აჩენს. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვერთიანდებით იმისთვის, რომ გოგონებმა და ქალებმა მიიღონ მათი წილი სამართლიანი გამოძიება, სამართლიანი სასამართლო და უსაფრთხო ცხოვრების უფლება. მოგიწოდებთ სწრაფი და ეფექტიანი ქმედებისკენ, გამოიძიეთ ყველა სექსობრივი დანაშაული და საჯაროდ დაგმეთ გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობა.
ჩვენ მოვიწყოთ და მინდა ეს მოთხოვნები ყველამ აქ ყოფნო ადამიანებმა ერთად გავაჟღეროთ ცალ-ცალკე და ერთადაც. ესეც სიმბოლური იყო ალბათ, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ხმაურის და ამგვარი პროტესტების შემდეგ ვახცევთ იმას, რომ მოგვისმინონ და ვახცევთ იმას, რომ გარკვეულ ცვლილებებს მივახციოთ. აზამ გააჟღერა ის ძირითადი ფაქტი, რის გამოც დაიწყო ზოგადად მთელ საქართველოში პროტესტის 100 დღე და მთელ საქართველოში ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში სწორედ ამ წუთას ჩვენსავით ითხოვენ ცვლილებებს, ითხოვენ სისტემურ რეფორმებს საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მხარეში. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია, რომ შეიცვალოს სისხლის სამართლის მუხლი გაუპატიურების ნაწილში და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი. მოგეხსენებათ, რომ დღეს, როდესაც ხდება დანაშაული არასრულწლოვანთა მიმართებაში, თითქმის ყველა სისხლის სამართლის საქმე კვალიფიცირდება როგორც არასრულწლოვანთა სქესობრივი ურთიერთობის ნაწილი. ჩვენ მივიჩნევთ და ვფიქრობთ და ესეც არის, რომ ეს საქმეები აუცილებლად უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც გაუპატიურება და როგორც არასრულწლოვანის, როგორც მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით მასთან სექსუალური კავშირის დამყარება. გარდა ამისა, ჩვენ ვიკითხავთ, რომ შეიქმნას პროკურატურის სპეციალიზირებული, ესე ვთქვათ, დანაყოფი, რომელიც განახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ძალიან დიდი რეფორმები მოხდა, არასრულწლოვანთა უფლებები, გოგონათა უფლებები გარკვეულწილად მაინც უგულებელ ყოფილია. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, მივიჩნევთ და დღეს უკვე ვითხოვთ, რომ მოგვისმინონ, შეცვალონ და იმოქმედონ. დანარჩენ ესე ვთქვათ, ნაწილს გაახმოვანებს ნათიას ვერ ვხედავ სამწუხაროდ, ნათიას მოვიხმობთ. თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობაც გაიზარდოს ქვეყანაში. ჩვენ კარგად გვახსოვს კონკრეტულ საქმეებზე, რომლებიც არასრულწლოვანებს ეხებოდათ, როგორ საჭიროებდნენ ისინი ფსიქოლოგების დახმარებას, როგორ საჭიროებდნენ ისინი სოციალური მუშაკების, ესე რომ ვთქვათ, მხარდაჭერას. ეს ფაქტი აიხსნება იმით, რომ ისინი ძალიან მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი ქვეყანაში. მთელ საქართველოს სულ რაღაც 10 ფსიქოლოგი ემსახურება ამ ნაწილში. წარმოიდგინეთ, ისინი მუშაობენ როგორც არასრულწლოვანებთან, ასევე სხვა საქმეების დაზარალებულებთან და მსხვერპლებთანაც. შესაბამისად, ხვდებით ალბათ, რამდენად მწირია მათი რაოდენობა და როგორ საჭიროებდა კონკრეტული მსხვერპლი, კონკრეტული ადამიანი, კონკრეტულ დროს მათ მხარდაჭერას. ამიტომაც სახელმწიფო უნდა იყოს უფრო მეტად სენსიტიური, უფრო მეტად უცნობიარე და გახადოს არასრულწლოვანთა უფლებების პრიორიტეტები. აგრეთვე ჩვენ ვიტყოთ, რომ დადგეს მინიმუმ გულგრილობის საკითხი იმ წლებში, როდესაც პროკურორებმა დაიწყეს იმის საქმის გამოძიება. ვიტყოთ, რომ გადაიხედოს ეს ნაწილი და ეს იყოს მაგალითი სხვა პროკურორებისთვის, სხვა საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებისთვის, თუ როგორ სენსიტიურად უნდა მიუდგენ ისინი არასრულწლოვანთა საქმეებს, არასრულწლოვანთა დაკითხვის პროცედურებს და ასე შემდგომ. ჩვენ კარგად გვახსოვს ნინის დღიურში რა ეწერა, რა იყო ის ბოლო სამი სიტყვა. ეს იყო, რომ სამწუხაროდ მე ვერ მივახციე სიმართლეს. ეს იყო მისი ბოლო ჩანაწერი და ჩვენ სწორედ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი გოგონებისთვის, რომ სიმართლეს მივახციოთ და შევცვალოთ დღეს მართლმსაჯულების სისტემაში არასრულწლოვანთა მიმართ გულგრილი დამოკიდებულება. ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ სხვები შემოგვიერთდებიან და იქნებათ სათქმელი ამ ნაწილში. თქვენ გადმოგეცემა მიკროფონი და შეგეძლებათ მიმართოთ დღეს ყველა იმ გოგონას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ესე ვთქვათ, გამოიარა ნინის გზა ან დგას ამ გზაზე. რა შეგვიძლია რომ უთხრათ ამ გოგონებს? ჩვენ შეგვიძლია უთხრათ, რომ ისინი მარტო არ არიან და მინიმუმ ეს ადამიანები არიან მათ გვერდით და მოგმართონ, ნუ დარჩებიან მარტო, არ არის გამოსავალი მარტო დარჩენა, პირიქით უნდა ამოვიღოთ ხმა, უნდა ვისაუბროთ, უნდა განვაცხადოთ და სახელმწიფომ უნდა იყოს თავისი პასუხისმგებლობა. ნუ ხედავს სახელმწიფო მის თავს ძალიან ვიწრო პასუხისმგებელი პირის როლში.
მისი პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალია და გაცილებით დიდი ვალდებულებები აკისრია. დღეს ჩვენ თითოეულ ადამიანს, თითოეულ მოქალაქეს ძალიან ესე ვთქვათ, ბევრ პრობლემასთან, ბევრ სოციალურ გამოწვევებთან გვიწევს გამკლავება და ნუ დაგველოდებიან, ნუ ელოდებიან მშობლების მარშს, ნუ ელოდებიან პროტესტის დღეებს. ეს მათი ვალდებულებაა, რომ იზრუნონ, შეცვალონ და კიდევ ერთხელ მოусმინონ, რას ამბობენ თავიანთი მოქალაქეები, განსაკუთრებით რას ამბობენ ბავშვები და გოგონები ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. მე ვისურვებდი, რომ მამები მოსწყვენ ახლოს და მამებსაც ეთხოთ ერთი-ორი სიტყვა. ან ბიჭები. აი ესე არის ცვლილებას ვახდენთ ხალხს. ასეთი იყო აქციის ორგანიზატორების მიმართვა საპროტესტო მარშის მონაწილეების მიმართ საპროტესტო მარში 1000 მშობლის მარში ამ სახელწოდებით ბათუმშიც გაიმართა და ამ წუთებშიც გრძელდება საქართველოს რამდენიმე ქალაქში 11 ქალაქში იმართება ეს საპროტესტო მარში მათ შორის ბათუმში და მარშის მონაწილეები ამბობენ რომ ისინი ხელისუფლებას აძლევენ 100 დღეს ზუსტად იმისთვის რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რომ ისევ არ გახდნენ მოზარდები სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და მეორე შეიქმნას შესაბამისი სერვისი რომ მსხვერპლისთვის და განსაკუთრებით მსხვერპლი მოზარდებისთვის ადეკვატური გარემო არსებობდეს და მესამე რომ საგამოძიებო ინსტრუმენტები იყოს უფრო ეფექტური და იყოს სპეციალიზებული გაყოფილება როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე პროკურატურაში რომელიც მოზარდების მიმართ ჩაადენეს გასაგებულ დანაშაულებს დროულად და ეფექტურად გამოიწვიებს. გვხედავთ კადრში აქციის მონაწილეებს, მათ შორის მოზარდებს, რომლებიც დღეს ბათუმში შეიკრიბნენ საპროტესტო აქციაზე და ხედავთ მათ მოთხოვნებსაც, რომელიც ტრანსპარენტების სახით გამოხატეს. მათ შორისაა მაგალითად გაზარდეთ ფსიქოლოგებისა და სოციმუშაკების რაოდენობა, როგორც ცნობილია იგივე ქობულეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ მოხდა 14 წლის დინის შემთხვევა, როცა მოზარდმა თავი მოიკლა სავარაუდოდ და სუიციდის შემდეგ დააკავეს სავარაუდო დამნაშავე. მხოლოდ ერთი სოციმუშაკი მუშაობს ამ დრომდე ქობულეთში და არ მუშაობს არც ერთი ფსიქოლოგი. საპროტესტო მარშის ერთ-ერთი მოთხოვნაა ასწავლეთ ბავშვებს სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და თავის დაცვა. ამ მარშის ფარგლებში საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ იმას, რომ სქესობრივი განათლება გახდეს ფორმალური განათლების ნაწილი. მოგესალმებით, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას მოსვლისთვის. დიდი მადლობა ახალგაზრდებს მოსვლისთვის. ძალიან გული ვსკივა, რომ ბათუმში თურმე ამისათვის მშობელი არ ყოფილა. სამწუხაროდ ეს ძილი და რაღაცა არააქტიურობა და მხოლოდ სუფრასთან აღნიშნა, რომ ამართის ალბათ ესეთი გადმონაშთი ერთ-ერთი ძველი ტრადიცია და იმედია გავითავიდოთ ამ დღის არც ერთ მშვენიერ დღეს ჩვენ. მე როგორც ჩემი პოზიციიდან, როგორც ექიმის პოზიციიდან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციიდან და დავაფიქსირო ჩემი პროტესტი ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და სამწუხაროდ ყველა ვიცით, რომ ესეთი ფაქტი არ არის. ყველა ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების განათლება ჯანმრთელობის კუთხით. ჯანმრთელობა არის უპირველესი უფლება ადამიანების ამ ქვეყანაში და ბევრ სხვა უფლებას თუ ეს არ არის დაცული, ბევრ სხვა უფლებასთან ერთად ალბათ გწმობთ ამას წლების მანძილზე. შევეცადოთ უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე და ბევრი მშობელი ძალიან გულისხმობა, მართლა ძალიან გულისხმობა, რომ ძალიან ცოტა ვართ დღეს როგორც ყოველთვის ერთი და იგივე სახელებს ხვდებით ხოლმე და ვიცით, რომ ეს პრობლემა ჩვენგან შორს არ არის. სად არის პედაგოგები, სად არიან ექიმები, ვინც ამ დარგში მუშაობენ და ვინც აწყდებიან ხოლმე ამ პროტესტს, ამ პრობლემას უფრო აქტუალურად. შემოგვიერთებიან იმედია, რომ
ეს იყო ნათია ხარატი, ექიმი, ისაუბრებდა იმაზე, რომ რეალურად საკმაოდ მცირეა ადამიანების რაოდენობა, ვინც დღეს ამ საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა და მან გააპროტესტა ისიც, რომ იგივე მშობლების და პედაგოგების დიდი ნაწილი არ გამოვიდა საპროტესტო აქციაზე. და ისულა, რომ უფრო მეტი მშობელი და უფრო მეტი ადამიანი შეუერთდეს მსგავს საპროტესტო მსვლელობებს. ამიტომ მე ვალდებულად ვთვლი, რომ უფრო მეტი ჩართულობა იყოს საზოგადოებიდან ამ თემის უფრო მეტი მხარდაჭერა და ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია დებს პირობას, რომ ვიქნებით ამ პროცესებში ჩართული და ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას შევეცდავთ. ეს არის საპროტესტო მარში, 1000 მშობლის მარში, ვინც ახლა შემოერთდა ჩვენს Facebook Live-ს, მე გავიმეორებ და გეტყვით, რომ მსგავსი მარში და საპროტესტო მსვლელობა ბათუმში მიმდინარეობს 11 ქალაქში ერთდროულად და მათ შორის ადამიანები შეიკრიბნენ ბათუმში იმისთვის, რომ გააჟღერონ კონკრეტული მოთხოვნები და მისცენ ხელისუფლებას 100 დღიანი ვადა, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტულად მოზარდებისთვის სექსუალური დანაშაულების წინააღმდეგ და ასევე შეიქმნას პრევენციული როგორც საგამოძიებო, ასევე სოციალური დაცვის მექანიზმების ამისად, რომ მსგავსი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება მოხდეს, ასევე გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციმუშაკების რაოდენობა და სქესობრივი განათლებაც გახდეს სკოლებში ფორმალური განათლების ნაწილი. კონკრეტული მოთხოვნებია, რასაც თქვენ ახლა ტრანსპარენტებზეც ხედავთ, რომ უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ამოსავალი ამ მუხლის გაგების, ასევე პროკურატურაში და საგამოძიებო ორგანოებში შეიქმნას სპეციალიზებული დეპარტამენტი, სადაც გამოიძიებენ მსგავსი ტიპის დანაშაულებს, საუბარია მოზარდების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის სქესობრივი დანაშაული, სქესობრივი სექსუალური ძალადობა. უნდა გახდეს სქესობრივი განათლება, ფორმალური განათლების ნაწილი, გაიზარდოს ფსიქოლოგებისა და სოციმუშაკების რაოდენობა და ასევე ამ საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები მოითხოვენ, რომ დადგეს იმ გაუმძიებლების და პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც იძიებდნენ 14 წლის ნინის შემთხვევა, საუბარია ქობულეთში 10 თებერვალს მომხდარ შემთხვევაზე, როცა მოზარდმა სავარაუდოდ თავი მოიკლა 14 წლის ნინი ცეცხლაძე და ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დააკავეს 2 ბრალდებული. ილონა დიასამიძეს ეს იურისტი მართავს ასევე მსვლელობის მონაწილეებს. მიხარია რომ არ ხართ და ამასთანავე ვუხარ იმიტომ რომ ყველა ჩვენგანს მოგვიწია რომ აქ გავუსულიყავით და გაგვეპროტესტებით რომ დღეს არ გვაქვს შესაბამისი რეალობა რომ დაცულად იგრძნოს თავი არასრულწლოვანებმა ადამიანებმა რომლებიც დაცულდა იყვნენ როგორც თითოეული ჩვენგანის მხრიდან საზოგადოების მხრიდან ასევე სახელმწიფოს მხრიდან და სათანადო სამართლებრივი რეალობა არ გვაქვს ასე რომ ძალიან ვუხართ და შესაბამისად ყველას მოვუწოდებ რომ ამ რეალობის წინაშე აღარ დავდგარიყავით და არ მქონოდეს აქციისა და გაპროტესტების მიზეზები. საპროტესტო აქციაზე პერიოდულად მიმართავენ შეკრებილებს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
პროტესტის 100 დღე ნინის გამო გამოდი. Დაკითხე პროკურორი თანხმობის არარსებობა, გაუპატრიურება, შეცვალე კანონი, ეს ჩანს ტრანსპარენტებზე, რომელიც გამოტანილი აქვს აქციის მონაწილეებს და ეს არის მათი მოთხოვნები საიმისოდ, რომ შეიცვალოს მდგომარეობა ქვეყანაში. დაკითხე პროკურორი, ეს არის თქვენი მოთხოვნა, ხო? რატომ ფიქრობთ, რომ უნდა დაიკითხოს საქმის პროკურორი? ბუნებრივია საუბარია ნინის შემთხვევაზე, ხო? გოგონაზე, რომელიც კობულეთში თავი მოიკლა და ამის შემდეგ დააკავეს სავარაუდო სქესობრივი მოძრაობა, სექსუალური დანაშაულის ჩამდენი პირი. თქვენ რატომ ითხოვთ პროკურორის დაკითხვას? რა კითხვები გაქვთ თქვენ პროკურორთან? გაგვიანებული რეაქციისთვის მინდა რომ დაიკითხოს. გაგვიანებული რეაქცია იყო ის რაც მოხდა, როგორც ახსენეს უკვე. სანამ არ მივიდა თვითმკვლელობამდე საქმე, მანამდე არ იყო დაკავებული კი არა, დაკითხულიც კი დამნაშავე. აი ამიტომ უნდა დაიკითხოს. რა უნდა შეიცვალოს თქვენი აზრით, როგორ წარმოგიდგენიათ ამ მოცემულობის შეცვლა, რომ რეალურად უფრო ეფექტური იყოს გამოძიება და უფრო სწრაფად მოქმედებდნენ გამოძიებლები? ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგან. ძალიან დიდი მადლობა. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია, ამაზე ეხლა პატარა კომენტარით ვერ შემოვიფარგლებ. გითხარით ბახით რომ პირველ რიგში სოციმუშაკები და ფსიქოლოგები უფრო მეტი უნდა იყოს, ანუ საშუალება უნდა იყოს ყველა დაბა დასახლება თუ ასე შემდეგ, ანუ მიუწვევოდეს ხელი სოციმუშაკზე და ფსიქოლოგზე პირველ რიგში. შემდეგ დროულად უნდა ხდებოდეს გამოძიება. ანუ ის ადამიანები, ვისაც ევალება ამ საქმის წარმოება, უნდა აკეთებდნენ თავის საქმეს, იმიტომ რომ ხელფას იღებენ ხალხისგან, ხელფას იღებენ ბიუჯეტისგან. ჩვენ ვიხდით გადასახადებს იმისთვის, რომ ისინი არიან იმ თანამდებობაზე იმისთვის, რომ შეასრულონ თავისი მოვალეობა. მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ, ასევე მოვითხოვ ხელმაც, რომ თავისი მოვალეობა შეასრულოს. ეს არის და ეს. ხო, ესეთი ცუდი რაღაც, ესეთი ცუდი შემთხვევები აღარ განმეორდეს. შემდეგი იქნება ჩემი აზრით სკოლაში, რომ ამ თემებზე იყოს საუბარი, რომ ძალადობაზე იყოს საუბარი, არ ვიცი, ნაციონალური ფილმები, ან თუნდაც მიდიოდეს ფსიქოლოგები და სოციმუშაკები ესაუბრებოდნენ ბავშვებს, ჯგუფურად თუ ცალკე. ეს არის ანუ სისტემური სამუშაოა ჩასატარებელი ქვეყანაში. იმიტომ რომ რატომ არ ინდომებს სისტემა რომ შეცვალოს ეს დამოკიდებულებები? აქ ხომ არ არის მაინც პოლიტიკური ინტერესი, რაღაც ორი პოლიტიკური ან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ინტერესი, ხო? რატომ არ ინდომებს ხელისუფლება რომ შეცვალოს სისტემა, რომელიც უფრო ეფექტურად და ჯანსაღად იმუშავებს ამ მიმართულებით? სისტემის ცვლილება ხელისუფლებიდან არ იწყება მხოლოდ, ჩვენიდანაც იწყება, თითოეული ადამიანიდან იწყება პირველ რიგში. მარტო ხელისუფლებიდან არ იწყება, ხელისუფლებაც ხალხიდან მოდის, ხო? ხალხიდან უნდა დაიწყოს ეს ცვლილება, რომ ესეთი რაღაც არ უნდა, ანუ არასრულწლოვანი ადამიანები არ უნდა ქორწინდებოდნენ და შვილები არ უნდა ყავდეთ და ოჯახს არ უნდა ქმნიდნენ. ესეთი ჩვენთან საქართველოში ესეთი რაღაც ხდება. მადლობა. ეს იყო საპროტესტო. თქვენი სახელი და გვარი? ჯემალ კახიძე. ჯემალ კახიძე, საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე. გვესაუბრებოდა ჩვენ ახლა. ნათია, თქვენ მინდა გითხოთ მაინც როგორც ამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ბათუმელების ლაივში ვართ. თქვენ გამოხატეთ ერთგვარი საყვედური, რატომ არ მოვიდა თქვენ იგივე მშობლები ან პედაგოგები ამ აქციაზე, ხო? სხვადასხვა ადამიანები. რა განაპირობებს ამ მოცემულობას? ანუ ადამიანებს აღარ აქვთ იმედი, რომ რაღაც შეიძლება შეცვალონ მოქალაქეებმა. თუ სხვა თემებმა გადაფარეს, თქვა იგივე ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა გუშინ წინ. ანუ რა ხდება რეალურად, იმიტომ რომ ძალიან ძიმე ტრაგიკული შემთხვევა იყო, ხო, ნინის кейსი. ეს ეთყობოდა სოციალურ ქსელსაც. მაშინ რატომ არ მოვიდნენ დღეს აქ უფრო მეტი ადამიანი რატო არ გამოვიდა? მე მგონი პრობლემა არის ბათუმელების ძალიან ესეთ ნიჰილისტურ დამოკიდებულებაში ყოველთვის აქციების მიმართ. და სამწუხაროდ არ დადის ხალხი არა მარტო ამ აქციაზე, ბევრზე მაგალითად მასთან მშენებლობასთან დაკავშირებით, ხო ისიც მთელ ყველა ბათუმელს ეხება, მე თუ მკითხავ, იქა ძალიან ცოტა ხალხს ხედავთ ხოლმე ბათუმში, რატომ ბულვარში მდინარე მშენებლობას დაკავშირებით. ხო, რატომღაც ბათუმში ძალიან ინაქტიურები არიან, ფიქრობენ, რომ აი ეს მე არ მეხება და უი ყველა ზრუნავს რაღაც თავის ჩარჩოში, თავის ნიჟარაშია და ძალიან უხარო, იმიტომ რომ ალბათ ნიჰილისტური დამოკიდებულებაა, რომ აი მე რა შევცვლი და რა მერე გამოვიდა ვიღაცა 20 კაცი და რა მერე. მე
ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს იმის ძალა, რომ შევცვალოთ და ამიტომ უნდა გავაკეთოთ, არ უნდა გაჩვენდეთ. მე გული მткиვა როგორც მშობელს და გული მткиვა როგორც ექიმს, რომ ჩემი კოლეგები არ არიან. რა მოლოდინი გაქვთ, იმიტომ რომ საქართველოს 11 ქალაქში გაიმართა მსგავსი საპროტესტო მარში და თქვენ მიეცით ხელისუფლებას დრო ასიდღე, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. გაქვთ რეალური მოლოდინი, რომ შეიცვლება ამ კუთხით სისტემა? ძალიან ბევრი რამეა შესაძლებელი და არ ამბობ ამიდან დაიწყოს, თუმცა მე ვფიქრე, რომ ეს ერთ-ერთი პირველი პირობაა, ჩვენი შვილები და ჩვენი მომავალი ყველაზე მთავარია, რასაც უნდა გაუფრთხილდეთ და რადგან უნდა ვიფიქროთ. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს იმ პრიორიტეტ ნაბიჯებში, რაზეც იზრუნებს. ეს არის განათლების პრობლემა, ეს არის ზოგადად სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემა, ის რომ ნათესავები ამას არ აღიქვამდნენ სწორად, ეს განათლების პრობლემა, ის რომ სკოლის დაუშვათ მეგობრები, მეზობლები, ეს სოციალური პრობლემა. ანუ ჩვენი ცხოვრების წესი უნდა შევცვალოთ და ვიგრძნოთ თავი არა მარტო ერთი ოჯახის წევრად, არამედ ერთი ქვეყნის მოქალაქედ, ხო? სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს ირგვლივ სოციუმზე პასუხისმგებელი ვარ. იმაზე, რომ მე თუ რამე ვიცი, სხვასაც უნდა ვასწავლო. თუ რამის მეშინია, სხვას უნდა გაუზიარო და თუნდაც ხვის შიში გავიზიარო და ამას რაღაცა უფრო ხმამაღალი გავარცო და სხვა ყველასთან. მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ყველას ვალდებულება. მე ყოველთვის დავდივარ აქციებზე, მაგრამ საწუხაროდ ბევრი ჩემი ახლობელი არ დადის, ხო? მე მაინც მოვალ, მაინც შევეცდები, რომ კიდევ 2-3 ადამიანი მაინც დავიყოლიო და წამოვიყვანო და ძალიან მიხარია, რომ ესეთი კაითაობაა და დღეს სამწუხაროდ მშობლებზე მეტი ახალგაზრდები იყვნენ ამ აქციაზე უმრავლესობა და იმედი მაქვს, რომ დაინახავენ სხვებს სხვა დროს მარტო არ ვიქნებ და 3 კაცს წამოვიყვან და რაღაცა ესე უნდა გავაზიარო. დიდი მადლობა, რომ აშუქებთ ესე კარგად. ალბათ ყველა ნახავს და იგრძნობს იმ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი შემთხვევა. სამწუხაროდ ურემი რო გადაბრუნდება, გზამერე გამოჩნდება უქართული ანდაზა და ანდაზა იმისთვის არ არის, რომ ანდაზად იყოს და მარტო სკოლაში ვისწავლოთ, უნდა ვისწავლოთ ანდაზაზე ცხოვრება და გამოვასწოროთ. იმედია შეიცვლება ეს გარემო, ეს ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიცვლება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვისწავლოთ. კონკრეტული ნაბიჯები გადაითქმება. ვისწავლით სწორად ცხოვრებას. მადლობა, ეს იყო ნათია ხარატი, ექიმი. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე როგორც ჩანს სამახსოვრო ფოტოებს იღებენ, უკვე ფაქტობრივად დაიშალნენ საპროტესტო აქციის დამსვლელობის მონაწილეები. ასეთი იყო საპროტესტო მსვლელობა 1000 მშობლის მარში ბათუმში. დღეს მსგავსი მარში გაიმართა საქართველოს 11 ქალაქში, მათ შორის ბათუმში. ყველგან იყო ერთი და იგივე მოთხოვნა. ეს მოთხოვნები შეეხებოდა იმას, რომ უნდა შეიქმნას ეფექტური საგამოძიებო და არა მხოლოდ საგამოძიებო მექანიზმები საიმისოდ, რომ დროულად და ეფექტურად მოხდეს მოზარდი გოგონების წინააღმდეგ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების და ასევე შეიქმნას იგივე სოციალური ინსტრუმენტები, გაიზარდოს ფსიქოლოგების, სოციმუშაკების რაოდენობა, რომ მათ დროულად ჩაერთონ და ეფექტურად იმუშაონ მოზარდებთან, ასევე სქესობრივი განათლება გახდეს სკოლებში ფორმალური განათლების ნაწილი. ეს იყო ბათუმელების ლაივი, ჩვენ აუცილებლად მივედევნებთ თვალს ამ პროცესს, რა ნაბიჯები გადადგება ხელისუფლების მხრიდან და არჩით ჩვენს არხზე, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, მეწვიეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.g და netgazeti.g. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.